მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს დაგიბრუნდებით unboxing-ის ვიდეოთი. დღეს ჩამომივიდა ამერიკიდან არაჩვეულებრივი earbuds-ები, რა თქმა უნდა, ბიუჯეტური კლასის იყო. Earphone-ები, ცუდი ნამდვილად არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური ბრენდი გახლავთ, მაგრამ რადგან ერთხელ გაუსინჯე მე პირადად გემო პრემიუმ ხარისხის მუსიკას, Sennheiser-ის მეშვეობით, ახლა გადავწყვეტე რომ earbuds-ებიც მეყიდა ესეთი კარგი. თუმცა უფრო ეგ არ იყო მიზეზი, ის იყო რომ ჩემადან წამართვა. ასე ვთქვათ, უნდა და ვაჩუქე ყურსასმენები Earphone-ების, რა თქმა უნდა და მე გამოვწერე, პრემიუმ ხაზიდან დამინტერესდი, ან უნდა მეყიდა Sennheiser-ის Accentum-ი, ასევე რომელიც პრემიუმ კლასის საწყისებია, ან უნდა მეყიდა Soundcore-ის Liberty 4 Pro. ხო და როდესაც ვარჩევდი რა თქმა უნდა, უფრო ულტრა მაღალი დონის პრემიუმ ხაზის earbuds-ებიც არის, ან ყურსასმენები უკაბელო. მაგრამ, ყველაფერი JBL-ზეა დამოკიდებული, ხო, ალბათ დამეთანხმებით, შესაბამისად, ეხლა გადავწყვიტე ესეთი რაღაცა, რომ JBL-ზე მოძებნე, გესცენებათ, რომ Soundcore ან Anker-ის ბრენდი გახლავთ, Anker-ის ოფიციალური მაღაზია არის და, აუქციონი ჰქონდათ აი ამ ძალიან მაგარ ყურსასმენებზე, რომელსაც ქვია Liberty 4 Pro, ამას აქვს Liberty სტანდარტურიც, NC ვერსია და არის Pro. Pro უკვე არის პრემიუმ ხაზის დასაწყისი. ან აქედან იწყება პრემიუმ ხაზის ყურსასმენები და ადის ზევით, რა არის Bose და ასე შემდეგ, ხო? ვიცით ეს ყველაფერი. ეხლა მოდით თქვენთან ერთად განვყუთავ, ვნახავ, განვყუთავ ცოტა ცუდი სიტყვა, ხო, არ ჟღერს მე არ მომწონს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ქართული შესატყვისი არა, გავხსნათ ყუთი მოკლედ, ნახოთ რა არის, როგორ არის unboxing-ი გავაკეთოთ. და შესაბამისად მანამდე კიდევ დავათვალიეროთ ზოგადად თუ რა არის მოცემული, ხო? მოდი ხა მივყვეთ ამას. რა თქმა უნდა, დასახელებად და მე როგორც გითხარით, ბრენდის, როცა ბრენდი გიჭირავს ხელში, ყოველთვის გრძნობ შეფუთვიდანვე, ყუთიდანვე, რომ ეს არის ტოპ კლასის, ან პრემიუმ ხაზის ბრენდებზეა საუბარი, პროდუქცია საუბარი, რა თქმა უნდა, თორე ყველა ბრენდს ეს არ ეხება. რა თქმა უნდა, დასახელება, რა თქმა უნდა, გამოსახული თეთრი ფერის არის. ხო, $103 მოვიგე მეგობრებო, eBay-ის აუქციონი, $130-ია მისი სტანდარტული ფასი და შესაბამისად ძალიან გამიმართლა. აქვე არის ის, რომ Hi-Res-ის მხარდაჭერა აქვს და აქვს, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული Hi-Res მხარდაჭერა LDAC კოდეკიდან ერთად. აქვს ასევე ANC სამდენული ვერსია, უახლესი ვერსია რაც არის. გვეუბნებია რომ playtime-ი, ანუ დაკვრის 8 საათი არის ერთ დამუხტვით ყურსასმენების, ხოლო case-თან ერთად 40 საათი. ასევე არის მე რაც ყველაზე მეტად მომწონს ზოგადად არის რა, რომ აქ არის ტექნოლოგია, ეს არის Causal Acoustic System, ესე ქვია, ანუ ACAA. რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიკის ხარისხზე პირდაპირ ისახება და ანუ კონკრეტულად ეს მოდელი გაწვდის ძალიან მაღალი ხარისხის, პრემიალური ხარისხის აუდიოს. რა თქმა უნდა, ეხლა არ დავიწყებ იმას, რომ ეს აჯობებს რომელიმე სტანდარტულ ყურსასმენს, რომელსაც ეს ყურზე ვიკეთებთ, ანუ ყურზე წამოსაცმელებს გარედან. In-ear-ია ეს და არა over-ear-ი, აი ეგრე რო განვასხვაოთ, over-ear-თან ვერ მოვა, იმიტომ რომ ამისი დინამიკები, ბოდიში დრაივერები არ არის იმ ხელა, როგორც იქ 40-50 მმ და აქ მაქსიმუმ 12-15 არის ზოგადად earbuds-ებში, ამიტომ ეს არავინ არ დაგაჯეროთ, რომ ეს თქვათ over-ears, in-ear-ი აჯობებს, ნებისმიერი თუ გინდათ Bose იყიდოთ, ვერ აჯობებს ვერანაირი შემთხვევაში, იმიტომ რომ ისეთი სიმძლავრე ჩაძირვა ბასის და სისუფთავე ვერ ექნება, თუმცა ჩვენ ხო არ ვაფასებთ ამასთან შედარებას, როგორც earbuds-ებში ესეთი ტიპის ტექნოლოგიების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ მოცემულობაში რაც გვაქვს, რომ მაიღოთ მაქსიმალური ხარისხი ხმის ამ კონკრეტულ მოცემულებაზე მაქვს საუბარი. რაც შეეხება გვერდით, აქ ნახეთ, რომ აქ აწერია Liberty 4 Pro და იგივე რაც ვისაუბრე და ხო, აქვს IPX5 ოფლის და ანუ წყლის და მტვერისგან დაცვის მექანიზმი, რაც ძალიან კარგია, მინდა გითხრათ. ხო, და აქვე აწერია, რომ აქვს 7 სენსორი ხმის დახშობის კუთხით, ანუ ხმის დახშობაზე ძალიან კარგად იმუშავეს, როგორც გვეუბნებიან. აქეთ აი ამაზე ეს არის ახსნილი ზუსტად, რაც მე ვილაპარაკე გვერდით და ხო, უკანა მხარეს, აი ნახეთ, ესე გამოიყურება ვიზუალურად. აი აქ მეგობრებო, ნახეთ, ამას ვნახავთ ყველა ერთად, აი აქედან კონტროლდება
ბევრი ფუნქციები აქვს შიგნით და პირდაპირ აქედან ძალიან ასწორებს ეგ რაღაცას. 6 მიკროფონი აქვს ჩამონტაჟებული საუბრისთვის და ასევე აქვს A-Noise Reduction-იც, რა თქმა უნდა, რომ ეს საუბარი უფრო ხარისხიანი იყოს. ეს გარედან, ეხლა გავხსნით თქვენთან ერთად, ესე. დავნახოთ, როგორია და რანაირი არის. ესე მოხსნი, ეს გაიხსნება და ესეც გამოიყურება. ეხლა კი მოდი გავხედოთ თუ რასთან გვაქვს საქმე და რა დევს შიგნით. დავიწყოთ იმით, როდესაც ხსნით, აქ არის სკანირება QR კოდის, სადაც შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია SoundCore-ის. პირველი რაც გვხვდება, ეს არის ინსტრუქცია. მეგობრებო, როგორ არის შეფუთული, მთავარი რამ ამოვაძრინოთ, ეს არ გვჭირდება. ესეთია, ძალიან მცირეა, მინდა გითხრა, earphone-თან შედარებით, ზომაში უფრო მცირეა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ასე იხდება, მეგობრებო, ანუ ახსნა არ გიწევს, ესე რომ იხსნება და გადაწიო. ჰოპ, მარტივად და 100%-ია დატენილი ბატარეა, როგორც ხედავთ და გიჩვენებს აქ სხვადასხვა რამეებს, Bluetooth-ი დაკავშირებული არის თუ არა, აქედან კიდე რაღაცა ნიუანსები არის, ბუნებრივად როცა დააკავშირებ, ეს გამოჩნდება კიდე ხმის რეგულირებაა და კიდე სხვა ფუნქციების კონტროლი აქვს, მოკლედ აქ დისპლეიზე, არა მხოლოდ ბატარეას გიწერთ. ასე დავაკავშირებ, გეტყვით, თვითონ კი ყურსასმენები ასე გამოიყურება, ძალიან ორიგინალური, ეთყობა რომ პრემიუმ ხარისხია, მეგობრ შეხედეთ რა აწყობის ხარისხია და ეს სილიკონი, მე მგონი სილიკონი არ უნდა იყოს. თუ სილიკონია, რეზინი არ არის, სილიკონს გავს ეს, რაც ძალიან კარგი, იმიტომ რეზინი ყურების ჩახურებას იწვევს, ყურების ალერგიას იწვევს და ძალიან ცუდია და მე მგონი სილიკონია. ყოველ შემთხვევაში შეგრძნებაში ეთყობა რომ სილიკონია რა, ნამდვილად გასაგებია, ცოტა ხნით ესე დავკეტოთ. ანუ 200% იმიტომ ეწერა რომ ორივე ყურსასმენის, მოგესალმებით, რომ ცალკე გამოყენებაც შეიძლება და თითოეულის პროცენტულობას გიჩვენებთ. ეს ამოვიღოთ აქედან, ყუთიდან, ნახოთ, ქვეშ რა გვაქვს. ხო, კიდევ ინსტრუქციები შეგნით. ეს უკვე მაკულატურა ინსტრუქციებია და აქ უნდა იყოს დამტენი. ეს მეგობრებო, ეს კალმით გავჩხაპნე, ამოღებას ვცდილობდი და თურმე მარტივად ეს უნდა მომეწია, ვეღარაფერი. ხან დილეტანტური შეცდომები მეც მომდის. აკდევს USB და აკდევს არჩევანი. ეხლა გავხსნათ ეს ყველაფერი და ვნახოთ რა და როგორ და რანაირად არის. ხო, მოვირგოთ ყურზე ჩვენთვის, რომელი იქნება კომფორტული და უკვე ხმაც მოვისმინოთ და გავტესტოთ. ესე გამოიყურება. აქ არის ზომები S, L, XL. აქ არის XXS და XS. შევეცდები რომ ზუსტად გადმოვცეთ ჩემი შეგრძნებები. Update იქნება ალბათ გასაკეთებელი, სავარაუდოდ და გავაკეთებთ მაგ ყველაფერს და უყვეთ ტესტით დაგიბრუნდებით. გავიკეთე ყურებში, გავაკეთე update-ი ჩვეულებრივად და ნახოთ აბა შევამოწმოთ მედია რო ხმა მიკროფონიდან მოდის და როგორი ასევე გავტესტოთ როგორი საუნდია. პირველი ის რომ ყურში კარგად ზის მედიუმები არ გვარდება. მოკლედ გავშვით ახლა ჩვენ მუსიკები, მაქვს სტუდიური ხარისხის აუდიო ფაილები, ეგრედებული FLAC ფაილები და ვნახოთ აბა რა ხარისხი ექნება. კავშირებული მაქვს smartphone-თან, ჩემთვის პრემიუმ ხარისხის ხმა ახალი ნამდვილად არ არის, Sennheiser-დან გამომდინარე და ძალიან მაინტერესებს ზუსტად იგივე ბაცებში შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი. და ვნახოთ. მოდი პირველი სიმღერა ჩვენ ახლა გავუშვათ, რამე ისეთი. ჟანრობრივად ყველაფერს შევამოწმებ, რასაც დაუკრავ აქ ეკრანზე ამონათდება ჩვეულებრივად, აქ სადმე. რო ისოდეთ რა ტრეკს უსმენო, თქვენ წარმოდგენა გქონდეთ. რა თქმა უნდა, მე არა მაქვს ჯერ მოწყობილობა ის, რომ ყურსასმენებშიაც ეს ჩავიწერო, საკმაოდ ძვირად ღირებულია, მაგრამ სიტყვაზე უნდა მინდოთ, იმიტომ რომ რასაც განვიცდი და შევიგრძნობ, იმას გადმოვცემ არანაირი ტყუილი და აში მჭირდება საერთოდ. მოდი გავხსნათ და იცი რა ვქნათ, რომ მოусმინოთ როკსაც, პოპსაც, ელექტრონულ მუსიკასაც, ჯაზსაც, რომ გავიგოთ ზუსტად ჟღერადობა და აკუსტიკასაც, რა თქმა უნდა. ჩავრთოთ ფრანგული კარგი სიმღერა არის. ბოლომდე არ მოусმინე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ტრეკს უნდა მოусმინე და გადავიდეთ რაღაც ნაწილებზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება. ალბათ ნახევარ-ნახევარს ეგრე გავაკეთებ. 40%-ია ხმა. ძალიან სუფთა ხმა მოდის, მინდა გითხრათ, აკუსტიკაში ყველა ინსტრუმენტი იგრძნობა, აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი იგრძნობა. გარდა ამისა, შეგრძნება გაქვს ისეთი, რომ თითქოს სცენის წინ დგახარ და
საიდან kick-ი მოდის, საიდან drop-ი მოდის, საიდან რა ინსტრუმენტის ხმა მოდის, აი ამის განსაზღვრა თავისუფლად შეიძლება და ხმის სუფთავი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ანუ არ ხაზგასასმელი. მე ვერ წარმოვიდგინე თუ ბაცებში ესეთი ხმა შეიძლებოდა რომ ოდესმე ყოფილიყო. ნუ ვერ წარმოვიდგენდი რა ახლა ხაღალძები ვიცით ყველამ რაც არის, მაგრამ რეალური შეგრძნება იმ მცირე მილიმეტრებით რაც drum driver-ებს აქვს ბაცების ასეთი შედეგი თუ ექნებოდა, ანუ წინვალი დამუშავებაა მინდა გითხრათ. წავედით. უსუფთავის ხმა მოდის აპლიკაციაში რომ შედიხარ, იქ ხელით არეგულირებ, გაუქმებას, ეხლა მე ANC გამორთული მაქვს, ანუ ჩართული ნორმალზე მაქვს დაყენებული. და იქ არის რამდენიმე მიმართულება აუდიოსი, ერთი არის spatial audio, ანუ თუ ფილმებს უყურებთ ამ შემთხვევაში მაღალი ხარისხის და არავინ შეაწუხოთ 3D გარსული ხმის იმიტაციას გააკეთებს. ასევე აკეთებთ equalizer-ი, რა თქმა უნდა, აქვს, ასევე აქვს თავის სტანდარტული, ანუ default, სადაც bass boost-ი და ეგეთი რაღაცები არის, ბასის დარეგულირება, თუმცა ასევე აქვს თქვენის მენის მიხედვით გირეგულირებთ ოპტიმალური ხმის მოწოდების ხარისხს და ამ ტესტს რო გააკეთებთ, ავტომატურად შეინახავთ ამას და ну ფანტასტიკურად ხდება. ეხლა ეს მაგ გაკეთებული და მინდა ეს აღვნიშნო რომ წინვალი დამუშავებაა რა. ბასიც თანაბარი ბასი, ტონები ძალიან ნაზი, ღრმა. თორე კლავიშის ჩატმაც კი იგრძნობა ძალიან მაგარია. როგორ შეიძლება კაცი კონცერტზე ხარ თითქოს. მოდი გადავიდეთ ეხლა ჩვენ რამე ისეთი ელექტრონული ბასტარდის ავიღოთ იულუს ქვია კომპოზიციას. საკმაოდ ისეთი ჟღერადი კომპოზიცია არის ელექტრონული მუსიკა. ეგრევე წარმოიღო მასიური ბასი. აუ, დარტყმა ძალიან მაგარი. სტუდიური ხარისხია, აი მუსიკა რაც არის, სტუდიური ხარისხია. ძალიან მაგარია. ძალიან გადაჭარბების გარეშე. Perfect. გადავიდეთ სხვაზე. ავიც ელექტრონული მუსიკის მოსმენა აქ ერთი დიდი სიამოვნება. მოდი ჰიპ-ჰოპიც გავუშვათ, არგენტინული ან ესპანური. საკმაოდ კარგი ტრეკია, ფესამოწმებლად. დროპი მაგარია. აცებში ესეთი ხმა. გავუშვათ შემდეგი ტრეკი, ესეც დაბალი ტონალობის აკუსტიკურ სტილში გაკეთებული. ვაუ, რა სუფთა ხმა, ხო არ გადაობ. აუ, ვოკალი. აუ. მართლა ძალიან მაგარია ხალხი, რა ვქნა, მაგარია. ეს დროპი ხოა, კიკი ხოა. და ეს კლავიშები რა, ინსტრუმენტის, გიტარის სიმი და ასე შემდეგ, აი ძენად ზუსტად და მკაფიოდ ის. და მერე რომ მე ვიყიდე და რაღაცა ვაკეთებ, არა, იყიდე და ნახე თქვენ. მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ ტრეკზე. ATV-ის ელექტრონული მუსიკა ხარის ფერედაისა, ზეიმი. ნუ რა თქმა უნდა, ახლა წარმოვიდგენია ანკერის ეს ყურცასმენები რო ესე ჟღერს, რა იქნება ბოუსი. აუ ძალიან მაგარია. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ტრეკიც გავუშვათ. მე მგონი ფერმა ის ტრეკი, ზღვის ხმაური, ოლიების ხმაც კი ის, ზღვის სანაპიროზე ვარ. $100 რა მეტი რა გინდა რა. ძალიან ვარ გაგვიგრძელდა ეს ვიდეო. შევაფასოთ. ფასი ხარისხთან მიმართებაში რაც არის, ნამდვილად ღირს. $103 მივეცი, როგორც გითხარით, თუმცა 130 ღირს და ნამდვილად ღირს შეხედობა. რაც აქვს ფასი ხარისხთან მიმართებაში აბსოლუტურად ადეკვატურია. ვერ ვიტყვი რომ უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვერც იმას ვიტყვი რომ უფრო იაფი უნდა ღირდეს. ეს არის ის მინიმალური სტანდარტი პრემიუმ ხარისხის, რასაც უნდა უსმენდეს ყველა მე რომ მკითხოთ. თუ გინდათ რომ ნამდვილი აუდიო გაიგოთ. წინვალი დამუშავება აქვს აბსოლუტურად ყველაფრის, ვოკალი უსუფთავესი ვოკალი აქვს. ძალიან სერიოზული ბასი, ასე ვთქვათ, სიღრმე, მისი ტონალობა, ნაზიტონები, ეს ხმის ტემბრი, კიკი, დროპი, ყველა ინსტრუმენტი, კლავიში, გიტარის სტრუნაში, ყველაფერი ისმის. გარდა ამისა, იმდენად კარგად ანაწილებს შენს თავში, ყურში უბრალოდ ამ ზნედობას, რომ თავში გექნება ისეთი შტაბეშტირება, თითქოს კონცერტზე ხარ და გზნობ ხო ეს ინსტრუმენტი მარჯვნიდან უკრავს, ეს მარცხნიდან თუ ასე შემდეგ. ანუ ეს შეგრძნება ყველა ვარიანტში გაქვს, რაც რა თქმა უნდა ახასიათებს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს. მქონდა Earphone-ის ყურცასმენები, როგორც აღვნიშნე ვიდეოს დასაწყისში, თუმცა ის ამასთან ჭიჭვეიშვილია, ჩვეულებრივი გაგებით, არ იყიდოთ, ნუ იმიტომ რომ ზიყიდება $55 და $55, თუმცა ცუდი არ არის, არ ვამბობ, ისაც ფული არა გაქვს, შეგიძლიათ Earphone-ის წყინვალე ის არის ბიუჯეტურ კლასში.
მაგაზე კარგი ბიუჯეტური მოდელი არ არის, თუმცა ეს უკვე პრემიალური ხაზია და დღეს ყურსასმენების პრემიალური ხაზი გადის სადღაც $130-დან იწყება აქეთ, თუმცა $100-შიც შეიძლება იშოვოთ თუ ჩაუსაფრდებით. ხო, მე რაც ვნახე ამერიკული გამოცემები, მე ხლა ესე რა თქმა უნდა არ ყიდულობ არაფერს, იცით თქვენ ეს უკვე ბევრჯერ მithქვამს. ცნობილი ამერიკელი მიმომხილველები, ბლოგერები, ვლოგერები, მათ შორის გამოცემები Soundguys-დან დაწყებული თუ ვინმე არის აუდიო მიმართულებით და რამე კარგ პრესტიჟულ გამოცემებზე მაქვს საუბარი, ტყუილ არ უწევდნენ იმ ხელა მაღალ რეიტინგს, რაც ჰქონდა. მე ვნახე ტესტები ამერიკული რამდენიმე სანდო ბლოგერის მიერ გაკეთებული ერთმანეთთან JBL-ის და სხვა ცნობილი ბრენდების $200-220 ყურსასმენებს შუაზე ხევდა შეფასება ისეთი ქონდა და მაინტერესებდა რა იყო და რადგან იაფათაც ჩავარდა და რადგან არც მქონდა ბაცები, შესაბამისად გადავწყვიტე რომ მე ყიდა და არც მინანია თითოეულ თეთრი რაც გადავხედე ამაში ნამდვილად ღირს მეგობრებო, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო earbudsia დღესდღეობით ბაზარზე. აქედან იწყება პრემიუმ ხაზი და ადის ზემოთ უკვე იქ $200-300 earbudс-ebსაც შეხვდებით. ჩემგან რეკომენდაცია ამას შეგიძლიათ თამამად იყიდოთ და შეიძინოთ. დასასრულს კი გეტყვით მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ გვიყურებთ. მოიწონეთ ვიდეო, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი უფრო მეტი მოტივაციისთვის. კარგია თუ არა ეს, ნამდვილად კარგია, ღირს თუ არა ეს $103, ღირს $103, $130 ღირს, იმდენად კარგია. არის თუ არა პრემიალური ხმა, ანუ ფასი ხარჯთა მიმართებაში რეალობაში არის რაც უწერია, ამიტომ თამამად ჩემი რეკომენდაცია ამ ყურსასმენებს. შემდეგ ვიდეომდე